არის ადგილები, სადაც დრო თითქოს ჩერდება. ახლა ჩვენ შევდივართ თმოგვის ციხეში, შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მისტიკურ და აუღებელ ციხე-სიმაგრეში. ეს ნანგრევები მე-10 საუკუნიდან მოყოლებული ინახავს იმ ბრძოლების ისტორიას, რომლებმაც ქვეყნის ბედი შეცვალა. დააკვირდით ამ კედლების არქიტექტურას. მშენებლებმა ციხე ისე მოარგეს ბუნებრივ რელიეფს, რომ ხელოვნური კედლები კლდის ორგანულ გაგრძელებად იქცა. შორიდან ხშირად შეუძლებელიც კი გაარჩიო, სად მთავრდება კლდე და სად იწყება ადამიანის მიერ აშენებული სიმაგრე. თმოგვი მხოლოდ ციხე არ ყოფილა. იგი კლდეზე გაშენებულ მთელ ქალაქს წარმოადგენდა. აქ კონტროლდებოდა წინა აზიიდან მომავალი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო მაგისტრალები. თმოგს რთული ტერასული სტრუქტურა აქვს. ციხე-ქალაქი რამდენიმე დონედ იყო დაყოფილი. ქვედა ნაწილში ქალაქის უბნები და საცხოვრებელი სახლები მდებარეობდა. შუა ტერასაზე თავდაცვითი ნაგებობები და ეკლესიები იყო განთავსებული. ხოლო ყველაზე მაღლა მიუვალ პლატოზე ციტადელი დგას, სადაც მმართველთა სასახლე და მთავარი კოშკები იყო მოწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ თმოგვი მკაცრი სამხედრო დანიშნულების იყო, ციხის შიგნით ნამდვილი კულტურული და სულიერი ცხოვრება ფეთქავდა. ამის დასტურია წმინდა მარნეს ტაძარი და ეს უნიკალური ნაგებობა მე-13 საუკუნით თარიღდება. მის კედლებზე დღემდე შემორჩენილია უძველესი ფრესკების კვალი, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში უძლებდნენ წვიმასა და ქარს. თმოგვის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო მიწისქვეშა გვირაბებია. კლდეში ნაკვეთი ფარული გასასვლელი ზედა ციტადელს პირდაპირ მდინარე მტკვართან აკავშირებდა. ხანგრძლივი ალყის დროს, როცა ციხე მოწყვეტილი იყო სამყაროს, ძველები ამ გვირაბით ჩადიოდნენ წყლის ამოსატანად. სწორედ ამიტომ იყო თმოგვი პრაქტიკულად აუღებელი. ამ ციხეს მტერი ვერაფერს აკლებდა, თუმცა ბუნება დაუნდობელი აღმოჩნდა. 1088 წელს აქ საშინელი მიწისძვრა მოხდა. კლდეები ჩამოინგრა და ნანგრევებში მოაყოლა ციხის იმდროინდელი მფლობელები. მიუხედავად ნგრევისა, ციხე ყოველ ჯერზე ფენიქსივით აღდგებოდა ხოლმე. მე-12-13 საუკუნეებში თამარ მეფის ეპოქაში. მან დიდების მწვერვალს მიაღწია, როცა სამართავად დიდებულ ხანგრძლებს გადაეცათ. აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სარგის თმოგველი, მე-12 საუკუნის უდიდესი ქართველი მწერალი, ფილოსოფოსი და ორატორი. ამ კაც კლდეებში იბადებოდა ქართული მწერლობა. ხალხური გადმოცემით თმოგვის ციხე ბრძოლით ვერავინ აიღო. მისი დაცემა მხოლოდ ღალატმა შეძლო. ლეგენდა ყვება ციხის მამაც გამგებელზე, რომლის ცოლიც სპარსეთის შაჰმა ოქროთი და დაპირებით აცდუნა. მოღალატე ქალმა ქმარს საწამლავი დაალევინა. ცველები დაათრო და ღამით მტერს კარიბჭე გაუყო, მაგრამ ციხის დაკავების შემდეგ შაჰმა მოღალატე ქალით სიკვდილით დასაჯა. მან თქვა, ვინც საკუთარ ქმარსა და სამშობლოს უღალატა, ის ერთგული ვერც ჩემი იქნებაო. საუკუნეებმა ციხე-ქალაქი ნანგრევებად აქცია. თუმცა ეს ქვები დღემდე ინახავს დიდებულების, თავგანწირვისა და უძლეველი საქართველოს ენერგიას.